გამარჯობა, გურუ. დღეს ჩვენ განვიხილავთ ბიტკოინის ტექნიკურ ანალიზს და ჩემს ღია 1 მაისი ბიტკოინის გარიგებას. ამ დილას ოდნავ შევამცირე და ვგეგმავ დაბრუნების დამატებას. ჩვენ ასევე განვიხილავთ ტექნოლოგიის აქციებს, მათ შორის ჩემს უმსხვილეს ჰოლდინგი Google-სა და Nvidia-ს. გამოიწერეთ, მოიწონეთ და ჩართეთ შეტყობინებები. ეს ჩემი საკუთარი გარიგებებია და არა ფინანსური რჩევები. თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ჩემს გამარჯვებებსა და წაგებას. ბოლო გარიგებაზე მივიღე დაახლოებით $500 მოგება, მანამდე კი დაახლოებით $29,000 მოგება გამოვიდა. ბიტკოინი ახლა დაახლოებით $78,000-ია. ჩემი 1 მაისი ბიტკოინის გარიგება დაახლოებით $352 შემცირდა მას შემდეგ, რაც დღეს დილით ნახევარი დავხურე 78,900-მდე, შემდეგ დავამატე ნახევარი ბიტკოინი, სანამ ფასი დაიკლებს. ჩემი შემდეგი აქტივაციის შეკვეთა დაახლოებით $77,200-ია. მე ვნახავ დაბრუნდება თუ არა ბიტკოინი ამ დონემდე 1 მაისი ბიტკოინის პოზიციის შენარჩუნებისას. ახლა განვიხილოთ ტექნიკური სურათი. Uniswap არის ბინა და ძალიან ცოტა მოძრაობს. Telegram-თან დაკავშირებული აქტივები შემცირებულია. Nvidia გაიზარდა გუშინ მეტე უფრო მაღალია გახსნამდე, ხოლო Samsung და სხვა ბაზრების უმეტესობა თითქმის უცვლელია. ბიტკოინი 78,300-ს უახლოვდება. ყოველკვირეულ დიაგრამაზე ბიტკოინის სტოქასტიკა გრძელდება ელიოტის ტალღიდან მეხუთე ტალღისკენ. არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა, მაგრამ ძირითადი წინააღმდეგობის ხაზი არის $83,000-თან ახლოს, მცირე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობით ამ დონემდე. ყოველკვირეული რსეკლავ იზრდება და ჯერ კიდევ არ არის ზედმეტად შესყიდული. Squeeze მომენტა მხოლოდ იწყებს მწვანეს. ბიტკოინის ინდიკატორი ბოტი რჩება ყიდვაზე, ხოლო გურუ ბოტი კვლავ აჩვენებს წითელ გაყიდვას. დღიურ გრაფიკზე ბიტკოინი გუშინ 81,200-მდე გაიზარდა და შებრუნებული ჩაქუჩი ჩამოაყალიბა, რასაც მოჰყვა დღევანდელი უკანდახევა. ძირითადი მხარდაჭერა იწყება დაახლოებით $75,000-დან, რომელიც აღინიშნება გრაფიკზე მწვანე დონეზე. ბიტკოინს ახლა აქვს მხარდაჭერა $75,000-თან ახლოს, ხოლო კიდევ ერთი ძირითადი ზონა $69,000-თან, 200 დღიანი მოძრავი საშუალოსთან ერთად. ყოველდღიური რსი არის ზედმეტად შეძენილი და მე უფრო უახლოვდები 4 საათიან დიაგრამას მოკლევადიანი დაყენებისთვის. 4 საათიანი რსი უკან იხევს უკიდურესად ჭარბი შესყიდვის პირობებს, ხოლო სტოქასტური ახლა ჭარბად იყიდება. გარიგებას შევინარჩუნებდი. ერთი შეკვეთა რჩება $75,000-თან ახლოს, ხოლო ქვედა შეკვეთას ოდნავ ქვევით $68,900-მდე ვაყენებ. ქვემოთ $900 რისკით მიზანი $13,000-ია, 14, 1. 75,000 რისკი 654, მიზანი 7, 511, 1. ასევე ყალიბდება თავი და მხრები. თავის დამხრების მოკლევადიანი ნიმუში, რომელიც დღეს დილით შევნიშნე, მუშაობს. მე ვინახავ შეკვეთას დაახლოებით 77,000 და დამატებით შეკვეთებს $75,000 და ქვემოთ. ახლა მე სწრაფად მოვასკანერებ ჩემს ძირითად ტექნოლოგიებს, დაწყებული Google-ით და Nvidia-ით. Nvidia მიუახლოვდა თავის ყველა დროის მაქსიმუმს $227-თან ახლოს და შემდეგ უკან დაიხია. ყოველკვირეული სქემა აყალიბებს ზრდის ჩაქუჩს. ყოველდღიური გრაფიკი უკვე გადაჭარბებულია და ფასი დაბრუნდა 50 დღის მოძრავ საშუალო მაჩვენებელს. კიდვის სიგნალი მაქვს $189-თან ახლოს. TSM დაეცა დაახლოებით $371-მდე, აიწია და ახლა კონსოლიდირებულია. მე დავაყენე 371, როგორც პოტენციური შესყიდვის დონე, მეორე დონე 312-თან ახლოს. LBB ოდნავ უკან იხევს. Uniswap იწევს თავისი დაბალნიშნულებიდან. Nasdaq გავს ხარის დროშას, Tesla $350-მდე გაიზარდა, ნავთობი უკან იხევს და კრიპტო ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 2,6 ტრილიონს უახლოვდება. ბიტკოინი რჩება დაახლოებით 78,000, ამიტომ გარიგებას ვაგრძელებ. ჩემი ბიტკოინის პოზიცია რჩება 1 მაისი ბიტკოინზე. Elite A Traders ჯგუფში, Gemini 5 თებერვალი, Clar Opus 4 მაისი, Check 5 ივნისი და DeepSeek ვერსია 4, ყველამ გახსნა ბენ გრძელი პოზიციები. საინტერესოა, რომ რამდენიმე მოდელმა დამოუკიდებლად აირჩია ბნ.
იმის გამო, რომ ყველა მოდელმა აირჩია BNB, მე გადავწყვიტე დავამატო ეს გარიგება Wix-ზე. BNB უკვე ახლოს არის $700 და იზრდება, მაგრამ მე ვხსნი long პოზიციას, ხოლო ვაკონტროლებ ზომასა და ლიკვიდაციის რისკს. მე თავდაპირველად განვიხილავ $20,000 პოზიციას 20 ჯერადი ბერკეტით, მაგრამ ვამცირებ მას. საბოლოო იზოლირებული გრძელი არის დაახლოებით $10,500, ლიკვიდაციით დაახლოებით $679 და ზღვარი დაახლოებით $900. მეც დავამატებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ BNB-კან დაიხევს. მე ასევე შევამჩნიე ძველი ბიტკოინის შეკვეთა Wix ანგარიშზე 62,000-მდე, ამიტომ ვაცვლი მას დაახლოებით $75,000 და ვადასტურებ განახლებულ შეკვეთას. ახლა მაქვს ბიტკოინის შეკვეთა დაახლოებით $75,000 ღირებულების, დაახლოებით $25,000 და ღია BNB სიგრძის. მე ვამზადებ კიდევ ერთ BNB შეკვეთას ქვედა, ძირითადი დამხმარე ზონის მახლობლად. წინა იდეა 550-თან ახლოს აღარ არის შესაბამისი. მე ვირჩევ უფრო დაბალ BNB ჩანაწერს, დაახლოებით $617-დან $618-მდე, კიდევ $10,000 ხანგრძლივი შეკვეთისთვის, რომელიც მოითხოვს დაახლოებით $500 ზღვარს და ვადასტურებ. ჩემი ქვედა შეკვეთები ახლა დადგენილია BNB, Bitcoin და Meta-სთვის. იდეა Elite Traders ჯგუფმა მიიღო. როდესაც Clash of Clans მიაღწევს 250 წევრს, ხოლო დაახლოებით 20 წევრს, MacBook Air გადაეცემა ჯგუფის საუკეთესო ტრეიდერს. MacBook Air-ის გაჩუქება მხარდაჭერილია Wix-ის მიერ. ქვემოთ მოყვანილი ბმულები მოიცავს Buyback ბონუსს, უფასო Telegrams, Wix $200 შეთავაზებას და Clash of Clans, სადაც ელიტარული სავაჭრო მოდელები ერთად მუშაობენ. აღწერა ასევე შეიცავს Guru Bots და კურსებს. საზოგადოების წევრები აცხადებენ ძლიერ შედეგებს, მათ შორის ანგარიშის თითქმის გაორმაგებას, $10,000 მეტის გამომუშავებას TKS-სა და Tesla-ში და მიაღწიეს პირველ $18,000. წავიკითხე საზოგადოების კომენტარები. ერთი მაყურებელი აფასებს, რომ ვიდეოები პირდაპირ აზრზე მიდის, მეორე კი ხუმრობდა ჩემი ღრმა ხმის გამო დაძინებაზე და Arnold Schwarzeneggeris ნახვაზე. ვაფასებ ყველას, ვინც მხარს უჭერს არხს. ვულოცავთ მაყურებლებს, ვინც დაბრუნდა მოგებაში და ასევე მიიღო მოგება Bybit-ზე. ჩვენ ცოტა ხნის წინ მივიღეთ დაახლოებით $29,000 ბიტკოინზე. სიგნალებზე წვდომა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული შესაბამისი რეგისტრაციის ბმულების მეშვეობით. ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზი შეჯამებულია მასტერკლასში. გააზიარეთ თქვენი Bybit გარიგებები iPhone-ის საჩუქრებისთვის, ხოლო MacBook-ის საჩუქრებიც აქტიურია. გამოიწერეთ და მოიწონეთ. მე ძირითადად ნაღდი ფულით ვრჩები, უფრო დაბალი შეკვეთები მზადაა. ჩემი მთავარი პოზიციებია Google, Nvidia, Amazon და Alibaba. ხვალამდე.